ეხლა ვარ საბადურთან ახლოს, აი ნახეთ ეს საბადურის ტყე. გამოდიხართ თუ არა ტყიდან იქვე ახლოში, აი ნახეთ პირდაპირ ცენტრალური გზა, ეს არის რაიონული გზების კვეთა, აქეთ მარჯვენა მხარეს. გზამდის მაგრანცკენ და ანუ იქით მე სიონზეც ადიხარ, აქეთ მარცხნივ გორანა, სიმონიანთხევი და იქით ბალების ხევისკენ. ასე პირდაპირ კიდე ზევით პოლიციაა მერე და იქით ადიხარ თიანეთში. აი ცენტრალური გზა არის, აი ძალიან მაგარი, პირდაპირ ხეივანში და აი ნახეთ, აი ეს ნაკვეთი ხა გავათიბინენ და კარგია რომ გაითიბა და ყველა გამოჩნდება ნაკვეთი კარგად, აი გაჩერებას ხო უყურებთ, აი ამის უკან, აი აქედან იწყება დაახლოებით ესე მთლიანად ეს ტერიტორია. ანუ ჯამში 6000 კვადრატულია, მაგრამ 3000 არის წინა მხარეს, ამ ეტაპზე რაც იყიდება. 3000 კვადრატული. ანუ ეს ადგილი A კატეგორიის მიწაა, მინდა გითხრათ, სამშენებლო ზონაში და A კატეგორია, დენი აქვეა, წყალი სოფლიდან ჩვეულებრივად შემოიყვანთ და გაზი ეხლა კი მხრიდან მოდის და მალე მოვა და ამ გზაზე გამოვლის გაზი და ანუ გაზაც მერე შეიყვანთ. გამოდგება როგორც ასე ვთქვათ, სააგარაკეთ საკუთრებით, ასევე კომერციული კუთხით, მაგალითად შეიძლება თავი სასტუმრო, რა ქვია, მანქანის პროფილაქტიკა, დრაივები, 1000 რაღაც მოფიქრება შეიძლება, იმიტომ ეს ადგილზეა, რომ აი ძალიან მაგარი ხედავთ სოფელი ღულელებია და ეს ღულელების სკოლა მოჩანს აი აქ. და აი რა ქვია, ცენტრალური ადგილია, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ადგილია. ერწელში, აი რა ქვია, რომ საინვესტიციოდ რომ სხვა თუ არაფერი, აი დავუშვით მის ხა იმიგრაცია შემოწ ყველაზე საინტერესო მიწაა, რომ აქ ფული დააბანდონ, დავუშვით მის 1-3-4-5 წელი კიდე არაფერი საქართველოში დაბრუნებას, რომ ფული დააბანდონ აქ და 3-4 წელს მერე ამ მიწაში ამოიღებენ, რა შეიძლება 3 ბინის ფული აიღონ რა. იმ ხელაფასი ექნება რა. ამაზე ორი აზრი არა. ხედები ჰაერი ამაზე არაფერს აღარ მომობ, გლდანიდან აქამდე არის 30 კილომეტრი.